მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მე მინდა გითხრა დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ძალიან გესიამოვნებთ და გაგეხარდათ, რომ ჩვენ ცოტა შევცვალეთ, ხო, რაკურსი ჩვენი არხის და უფრო ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას ჩვენს თავს უფრო მეტად, ну რა თქმა უნდა, იმ სიტუაციების მეშვეობით, რომელიც ეხება ურთიერთობას, რომელიც ეხება პირად დანიშნულებას და არა მხოლოდ მაგას, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობა ძალიან საინტერესო დღეს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, იმიტომ რომ აი ეს 4 სფერო ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ანუ ეს ჩვენი პირადი დანიშნულება, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, ურთიერთობა თავისთავად და ჯანმრთელობა, ну ეს არის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ იცით თქვენ რომ მე ექიმი არა ვარ, ჯანმრთელობაზე მე ნამდვილად არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ ფსიქოსომატიკას, ესეც მარტო როცა პირადად მუშაობ ადამიანთან რა, საჯაროდ ნამდვილად ამ თემებით არ გამოვდივარ. ამიტომ დღეს მე მინდა შემოგთავაზო თქვენ თემა ფინანსებზე რა, ანუ ეს მნიშვნელოვანი არის ყველასთვის და ამიჯერად არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს კარგად აქვს სიტუაცია ფინანსური თუ ცოტა მოიკოჭლება თუ არის ცუდად, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფერო და ესაც ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ну, ვნახოთ ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებ სიგნიფიკაციას, მე კითხვები მაქვს გამზადებული, ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს თქვენი ფინანსური მდგომარეობა ეხლა როგორია, ეს როგორც სიგნიფიკაცია იქნება, მე მაქვს უკვე რამდენიმე კითხვა გამზადებული ჩვენ ფსიქოლოგიის წიგნს, ხო? კითხოთ რამდენიმე არის და რა თქმა უნდა, ვკითხოთ. ანუ ვნახოთ აქ როგორი მდგომარეობა და რა მიზეზი არის, რომ აი ასეთი მდგომარეობა გაქვთ, როგორსაც მე ჩვენ ახლა ვიხილავთ უკვე აქ სიგნიფიკაციაში, უბრალოდ მინდა რომ დავალაგო უკვე მოემზადოს უკვე სამყარომ რო გვიპასუხოს, ხო? რა მიგიყვანა თქვენ ამ მდგომარეობამდე? ვნახოთ შემდეგი რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ყველა ვარიანტი, აი რა ქმედება უნდა გააკეთოთ, რომ გააუმჯობესოს. არ ვიცით ჩვენ ჯერ, მაგრამ მაინც ვკითხოთ, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ვკითხოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? და რა პირადი თვისებები გჭირდება თქვენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოთ თქვენი სიტუაცია ფინანსური და ვნახოთ ვინ ან რა დაგეხმარებათ, ესაც მნიშვნელოვანი არის და ну ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, ანუ შედეგი როგორ იქნება, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ ჯერ ეს მინდოდა რომ ყოფილიყო 100, იმიტომ რომ სამყაროს ჩვენ უკვე კითხვები დავუსვით, მაგრამ ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს სიტუაცია, რა ხდება ახლა თქვენთან. так, ну სიტუაცია რბილად რო ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აქ ნახეთ ეხლა საერთოდ ძალიან მიყვარს მე 10-იანი ხმალების და ერთი წამი განახეთ მე თქვენ აქ და გეტყვით 10-იანი ხმალების, 10-იანი აპენტაკლების და არის რაინდი ხმალების, ეს ჩემი მოსწავლეებისთვის საყურადღებოდ. ანუ რატომ მიყვარს ძალიან ეს 10-იანები არის, როცა ადამიანი უკვე რაღაცას მიუახლოვდა. ამ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ხარ თქვენ როგორ სიტუაციაში. აი, ყველა ვარიანტი იქნება რაღაცა გადასასვლელი სხვა ეტაპზე, იმიტომ რომ აი კიდევაც თქვი და აქაც არის იქნება გამოსვლა ყველა ვარიანტი ამ მდგომარეობიდან. კი. სამყარო უკვე შეგისმინათ, იმიტომ რომ თქვენ არ ზიხართ ყვილა, კი ბატონო, კი. თქვენ რაც თხოვეთ, აუცილებლად მოგეცემათ, ხო, უბრალოდ ეხლა ნერვიულობთ. კი ბატონო, რაღაცა პერიოდი აქ მთავრდება. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. ეხლა თქვენ შემიძლია გითხრათ, გაქვს შეიძლება სიტუაცია, როგორ მაგ იმდენი რამდენი, აი თქვათ, ნუ როგორ თქვა, სულ უფულოდ ხართ, არა, მაგრამ ისე თქვათ, როგორც შეიძლება მიჩვეული იყავით თქვენ, კი, მაგრამ აქ ადამიანმა შეიძლება არასწორად
ხარჯავს, ასე ვთქვათ, იმ ფულს რა არასწორად, ცოტა სხვანაირი ქმედებები უნდა ისწავლოთ, იცით, აი სხვანაირი ქმედებები. ნუ აქ კი всё უკვე გავიგე. ნახეთ, შეიძლება ამ წუთში გაქვთ თქვენ ცოტა ისეთი მომენტი, აი უკიდურესი მდგომარეობა შეიძლება ფიქრობთ, რომ მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ისე როგორც ვარ მიჩვეული, ხო? უკვე ადამიანი აქ რა არის, ისეთ მიჩვეული არის იმას, რომ ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რაც მე მჭირდება, მე ფული მაქვს. მაგრამ ეხლა ცოტა სიტუაცია გაიჭედა, ასე რომ ვთქვათ, და უკვე ისე სწრაფად ნაკადი არ არის. აი შეიძლება, ნუ, აი უეჭველი ვინც აქ ექნება, თქვენ ნუ დაუყურებთ ამ ვიდეოს, თქვენთან ექნება ცოტა როგორი მომენტი, ისეთ შეჩერება ნაკადის. ანუ შეიძლება ფინანსები მოდიოდა, მე რაღაცა შეიცვალა და ეგრევე, ნუ, მოხდა შეჩერება. თქვენ, ნუ, ნერვიულობთ, მაგრამ 10-იანი ხმალების არის უკვე ესეთი ენერგია, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, ეხლა უკვე ველოდები, რომ აი მარტო ღმერთს ვეხვეწები, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ხდება, თუნდაც ადამიანს შეიძლება მართლა ძალიან კარგი ფულიც ჰქონდა, მაგრამ რაღაცა შეჩერდა. და ეს ნორმალურია. ჩვენ უბრალოდ ვნახავთ ახლა მიზეზებსაც, იმიტომ რომ აქაც გვაჩვენეს უკვე ჩვენ ეს სიტუაცია, რომ ნამდვილად თქვენ მაგ სიტუაციიდან უკვე, ნუ, ისე ხართ, რომ უკვე სთხოვთ მაღალი ძალებ, რომ რაღაცა დამეხმარეთ რა, იმიტომ რომ მართლა ადამიანი მიჩვეული არის კაი ცხოვრებას. სულ მცირე იმას, რომ თქვენ აი როგორ არის, იცით, ნუ ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანები არიან, შეიძლება ზოგს მართლა ბიზნესში შეჩერება აქვს, ხო? ბიზნესსაც სჭირდება ფული, მაგრამ არა აქვს, ზოგს შეიძლება ბიზნეს ყიდვა უნდა, არა აქვს, ზოგს შეიძლება ისე ყოველდღიური ხარჯებისთვის, ნუ მოხდა რაღაცა მომენტი, მაგრამ ყველაზე კარგი აქ რაც არის ის, რომ ეს თითქოს უკვე всё, აი ეს პერიოდი მთავრდება. შეიძლება ვიღაცა არის დამოკიდებული, აი თქვათ, მუშაობ თქვენ ინტერნეტ სივრცეში, ხო, იქიდან ელოდებით, შეიძლება საზღვარგარეთიდან ელოდებით, ხო? ეგაც არის. ნუ აქ უეჭველი არის სიტუაცია, როცა ადამიანი ცოტა გაიჭედა, მოდით ასე ვთქვათ რა. არის ეგეთი მომენტი, ახლა ვერ გავიქცევი ამას, იმიტომ რომ აი თითქოს კიდე რა არის, იცით, აქ ადამიანს აქ როგორი მომენტი, ფული კი მინდა, აი ეს ცოტა ის რაინდერას მეუბნება აქ კიდე. ხო, აი აქ არის უბრალოდ როგორი მომენტი არის, აი ვერ ხვდები რატომ არ არის რა, აი ეს მომენტი, კითხვები გაქვს, ხო, კითხვები გაქვს თქვენ თავთან, რომ რაღაცა ვერ ხვდები რა, ვიცით, მაგრამ ამავე დროს არ კარგავთ იმედს. ეს ძალიან კარგია. კარგით, всё, თუ იცანით, რომ ეს არის თქვენი სიტუაცია, ნუ პრინციპში ვიღაცამ შეიძლება სხვათა შორის თქვათ, ვიღაცისგან ელოდება, ან სთხოვეთ, ან დაუშვათ ახლა კიდე ნახეთ აქ ეს იქნება, ნუ ყველასთვის რა თქმა უნდა, არა, შეიძლება თქვენ დამოკიდებული ხართ, ან მამაკაცზე, თქვენ დაუშვათ, შეიძლება აქ ეს იქნება ვიღაცა მამაზე დამოკიდებული, რომ მამა უგზავნის ვიღაცა ქმარზე, მაგრამ აი არაძლევს კიდე არის ეს ელემენტები რა, აი ბავშვებს რო უხდიან, შეიძლება მაგაზეც არის ვიღაცა დამოკიდებული და არ უხდის რა, ან არ გადაიხადა ადამიანმა ეს ფული, ნუ თქვათ, ან რაღაცა სიტუაციაზე, რომელიც თქვათ იყო თქვენთვის, აი შეიძლება თქვათ, არის ან ვიღაცა ადამიანი, ან რაღაცა ორგანიზაცია, საიდანაც თქვათ, თქვენ იღებდით რამე თანხას და ეხლა ან დააგვიანეს, ან არ მოგცეს, ნუ აი ეგეთი სიტუაცია მე მგონი დაიჭირეთ თქვენ საერთო ენერგია, რომ ეხლა ბევრი მაგალითები რო აღარა ვთქვა, ხო? ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ მიზეზი რატომ მოხდა ეს სულ ყველაფერი, მიზეზი. მიზეზი. так, ერთი გავხსნა, იმიტომ რომ მზე ასეთი მდგომარეობა რომ მოხდა, აბა მითხარით აქ რას გულისხმობთ თქვენ. ესე იგი რა ხდება ადამიანმა, რა მარტო თავის თავზე ფიქრობდა თუ რა ხდება აქ? საინტერესოა.
მიზეზი. ნუ აქ რა არის, იცით, თქვენ თქვა ძალიან გამცემი ადამიანი ხართ, იცით რა არის, იმიტომ რომ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, მე მინდა რომ ყველა კარგად იყოს. მე აქ ადამიანი როგორ არის, იცით? ანუ რაც კი აი ფული რაც შემოდეს, თქვენ პრინციპში არ ახართ ის ადამიანი, რომელიც თქვათ ეხლა ანუ რამეში თქვათ თავს ღუდავდით. თქვენ ეხლა არ ახართ ის ადამიანი, რომელიც ეხლა დაუშვათ არ მარტო თქვენთვის გინდოდათ, იმიტომ რომ ნუ ძალიან გამიკვირდა რა. აქ ადამიანი როგორ არის, იცით? აი თითქოს ყველასთვის მინდა რომ ყველას მინდა გავცე რა, ძალიან გამცემი ადამიანი. აქ არ არის ესეთი ტიპი, რომელიც აი მარტო ჩემთვის. არა. даже რა არის, იცით, ეხლა რას მაჩვენებენ, იცით, რომ თქვენ იღებთ თანხებსაც ბევრისთვის არის, რომ აი იმ საქმიდან, რომელიც თქვენ გიყვარდა მოგწონთ. მაგრამ თითქოს როგორ არის, იცით, აი არ შემიძლია თქვა, რომ არა ხარ გამცემი. პირიქით, даже თუ არის სიტუაცია რთული, თქვენ ბევრს ეხმარებთ, შეიძლება გაცემა გაქვთ ძალიან ბევრი, გაიგეთ? ამიტომ არის მოხდა ის, რომ ცოტა სიტუაცია გაჩერდა, მაგრამ საინტერესო არის, მოიცადეთ, აბა რა მიგიყვანათ აქამდე. გამოდიხართ. არა, ნუ აქ ძალიან ესეთი ტიპი ხართ, რომ აი ყველას უნდა დავეხმარო. აი ეგ მომენტი არის. შეიძლება, მაგრამ ეს რა ცუდია? არ არის ცუდი. მაშინ რატო არის ეგეთი მდგომარეობა? აჰა. ეხლა ნახეთ რა ხდება. პირველი არის მომენტი. არის როგორი სიტუაცია, ზოგჯერ ჩვენ დავუშვათ, ეს არის არ ვიცი, ყველასთვის არ იქნება, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. პირველი შეიძლება თქვენ ხართ როგორი ადამიანი, თქვათ, ну ეს დაუშვათ ახლა კი, აი ბევრი ადამიანები არიან დაუშვათ ან თქვენზე დამოკიდებული, ხო? ან თქვენ გინდათ რომ ბევრს დაეხმაროთ, ან ბევრ ვინმეზე გაქვთ ვალდებულება აღებული. გაიგეთ? ვალდებულება. და ძალიან ბევრი გაცემა გაქვთ თქვენ საერთოდ, ხო? გზავნილები შეიძლება ან ხელფასებს აძლევთ, ну რაღაცა ეგეთი, ან შვილები, რა ვიცი, ოჯახი ყავთ, ხო? ან შვილში დებთ, თქვათ, ახლა ბევრ თანხას, იმიტომ რომ მიზის არკანი ეგაც არის. და თქვათ, ახლა უფრო შვილებისთვის და ასე შემდეგ, ოჯახისთვის რა. და ამიტომ შეიძლება იყოს ეს მომენტი, რომ აქ კი გაიჭედეთ რაღაცა, შეიძლება ვიღაცა ვაფშე გაიჭედა უბრალოდ, რომ თქვათ, სესხი გაქვთ ძალიან დიდი და მაგას იხდით და უკვე აი მართლა ისე ხართ, რომ გაიჭედეთ, თქვათ, შეიძლება ბინა გაქვთ, გინდოდათ და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე არის მომენტი, რომ თქვათ, აი როცა ფულს აძლევ რამესთვის, არა აქვს მნიშვნელობა რისთვის, ხო? ანუ შეიძლება მენანება, ანუ აი ხა ამ ხელა ფულის ახლა ვიხდი, ამ ხელა ხარჯი მაქვს, ამ ხელა რაღაც, აი შეიძლება ახლა როცა შენ იცით რა ძალიან კარგი даже ტექნიკა აი მაღაზიაშიც რომ მიდიხარ და იქ რო იხდი ფულს, აი გულში რო თქვა მადლობა, იმიტომ რომ შენ გაქვთ, შენ ეს ფული მიეცი, ანუ მიმოცვლა მოხდა ესე იგი თქვენი ენერგიის და ეხლა ეს ფული ხო წავედა ვიღაცისთვის და რაღაცისთვის. ეხლა რა არის, იცი, აი აქ სინანული არ უნდა იყოს კიდე. არის კიდე როგორი მომენტი, შეიძლება თქვენ თავის დროზე აქ რამე სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
აი დაუშვათ თუ თქვენ, ეს იქნება ეგეც აი არ მგონია რომ ყველასთვის იქნება, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს, რომ დაუშვათ თქვენ თქვით, რომ ანუ გეწყენა თქვათ მამაკაცის, თქვენი პარტნიორის, რომ სიტყვაზე ყველაფერის თქვენ აკეთებდით დაუშვათ, ანუ ყველაფერის თქვენ დებდით ახლა ფინანსურად ახლა მონაწილეობას თქვენ იღებდით უფრო მეც და თქვენ უარი თქვით იმაზე, რომ მე აღარაფერს აღარ გავცემ, მორჩა აი რასაც შენ მოიტან, იმას დაუშვათ ხარჯავთ სიტყვაზე, ანუ всё, მორჩა. და აი ამით თქვენ თითქოს ამ სიტყვებით შეიძლება დაბლოკეთ თქვენ რაღაც, იმიტომ რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ეს იყო თითქოს ესეთი მომენტი, რომ რასაც ახლა შეცვალე სიტუაცია რა. და წავიდა სხვანაირად აქ ახლა ნუ რადგან თქვი, კი ბატონო, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ ნუ ახლა ამ მამაკაცს ახლა არა აქვს იმდენი საშუალება დაუშვათ, რომ ის ცხოვრება მოგცეს, რა ცხოვრებით ცხოვრება შენ ნუ ხარ მიჩვეული, ხო ხდებით რა? ანუ პარტნიორის სიტყვაზე, ან რა ვიცი, ვის რა, ახლა ეს თქვენი აიღეთ რა. და ამიტომ აქ არის აი ეს ილუზიებში გადავარდეთ. შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ მე აღარაფერს აღარ გავაკეთებ, მე უკვე მასე აღარ მინდა, როგორც იყო მორჩა. და ადეგით და ეგ სიტყვების თქვით და ამიტომ სამყარომაც ეგრე გიპასუხოთ. ნუ კარგი მაშინ იყოს როგორც შენ თქვი და ამ დროს არ გამართლდა ეს სიტუაცია და ამიტომ მოხდა ეს რაც მოხდა, რომ თქვენ ახლა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით. კი, გეგონათ რომ ახლა შეიძლება იმ ადამიანმა რაღაცა კი გააკეთა მცირეოდენი რამე, მაგრამ იმდენი რაც თქვენ ფიქრობდით და გაგიხარდათ შეიძლება თავიდან, რომ არც გიფიქრიათ, რომ თქვა ეს ადამიანი, ნუ მიიღებ და მართლა შეიძლება იყო პერიოდი, მაგრამ მე მაინც დადეგეთ იმ ეტაპზე, რომ ანუ ეს როგორი თემა არის, იცით, რომ თქვენ რომ გაბრაზდით, კი ბატონო, შემოსავალი გქონდათ, მაგრამ ეს ადამიანი ახლა, ნუ იმას არ აქვს შეიძლება იმდენი შემოსავალი, მაგრამ ანუ თითქოს დაგაბრუნეს იმ ცხოვრებაში, რომელიცაც ცხოვრობდით და ეს ნამდვილად არ მოგწონთ რა, არ მოგწონთ, არ მეგონა თუ ასე იქნებოდა, გაიგეთ რა ხდება? კი. აი თქვენი სიტყვები შეისმინეს, რაც თქვენ უთხარით, რაც თქვენ სთხოვეთ რა, ის თქვენი სიტყვები შეისმინეს რაღაცა. აქ ცოტა იცი რა, სიტყვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვაიმე. სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს დაიმახსოვრეთ რა. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ენახათ, აქაც არის ნახეთ რვიანი არის აქ კვერთხების როგორი ლამაზი. ეს არის ჩვენი ფიქრები, რაც ვთქვი, რაც გაუშვი. ნახეთ ძალიან ლამაზად ანაჩვენები არის, რომ მე რაღაცას ვფიქრობდი, მე რაღაცას მე ვუშვებ სამყაროში ჩემს ფიქრებს, ხო? მე ვუშვებ ჩემს სამყაროში ვუშვებ ჩემს თქვათ ოცნებებს, ხო? ჩვენ ხომ ასე ვარ. და აი აქ შეგისმინეს რა. უეჭველი, თქვენი სიტყვა დაიჭირეს. კარგი, ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რომ ეგ სიტუაცია შეიცვალოს დაუშვათ, რა უნდა გააკეთოთ. მიიღოს რა უნდა გააკეთოს. საინტერესო არის რა უნდა გააკეთოს. აქ რა არის, იცით, თქვენ თვითონ რას მაჩვენებენ, იცით? მე ვფიქრობ, რომ ცოტა მოთმინება გჭირდება თქვენ აქ. თქვენ. შეიძლება ნახათ როგორი თემაა. თქვენ ეს თქვით სამყაროს უთხარით. ეს სხვადასხვა ძალიან მაგარი ნაბიჯი. თქვენ უთხარით სამყაროს. ეხლა რა უნდა გააკეთოთ, ხო? უნდა მოითმინოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ყველა ვარიანტში თქვენი ფულის ნაკადი გაიხსნება.
ყველა ვარიანტში გაიხსნება, ყველა ვარიანტში წამოვა ფული. უბრალოდ ეს მიიღება, იმიტომ ვთქვი, რომ ეხლა რაღაცნაირად ეს საინტერესო, ეს მიიღეთ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა ამით ამოძრავეთ რაღაც ესეთი ენერგიები, რომელიც მართლა ცოტა მოთმინება და შეცვლის სიტუაციას, როგორ შეცვლის. იქნება წინსვლა. კი. აი თქვენი, აი აქ ვინზეც არის ეს ისტორია, ვისაც რეზონირდება მამაკაცზე და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო რაღაცა ბიძგი მამაკაცისთვის, ანუ თითქოს გამოწვევა. და ეს ადამიანი მართლა შეიცდება, რომ რამე იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე აკეთებდა აქამდე. კი, შეიძლება თქვენთვის ეს იყო რაღაცა აი დარტყმასავით რა მართლა, მაგრამ აი მიიღეთ, იცით როგორ არის, აი თითქოს ხო მიღება, ну სწორედ ვამ. მიიღეთ ეს მომენტი, იმიტომ ეს არის გამოწვევა, თქვენ გამოიწვიეთ რა სამყარო. შეიძლება რა ხდება, იცით თქვენში გაიღვიძე რაღაცა ეს ქალური ენერგია და ეს ქალური ენერგია როცა იღვიძებს, ანუ ნახეთ, მე გეუბნებით, აქ ვიღაცა, ну თქვენგანი აკეთებდა ძალიან ბევრს, თქვენ აკეთებდეთ სულს, თქვენ აკეთებდეთ, თქვენ სულ მოქმედებდეთ, გაიგეთ რა ხდება. და ამიტომ ეს მომენტი დადგა ისეთი, რომ თქვით, რომ ბოლოს და ბოლოს მასე არ იქნება, აღარ მინდა, გაიღვიძეთ თქვენი ქალური ენერგიები. ამის გამო, ამით რომ ეს რომ მოხდა, ნახეთ როგორი საინტერესო სიტუაცია წავიდა. თქვენ ამით გააღვიძეთ, თითქოს გააბრაზეთ, გააღვიძეთ, ანუ ეს ადამიანი თქვენი მამაკაცი მიიყვანეთ ისეთ ზღვრამდე, რომ მაგან მიხვდა, რომ მასე არ გამოვა, რომ აი მე უნდა უკვე ავიღო პასუხისმგებლობა იმის მიუხედავად, რომ არა მხოლოდ შენ თავზე უნდა ვიფიქრო, საერთოდ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა. ცუდი რამე არ გაგიკეთებიათ, რომ იცოდეთ თქვენ. ნამდვილად არ გაგიკეთებიათ, აქ ცუდი რაღაცა. კარგით, ვნახოთ აბა მაშინ ჩვენ როგორ პირადე თვისებები, ხო? გჭირდება თქვენ. ну, პირადად თვისებები სჭირდებათ, რომ თქვენ ისე ვისე, ანუ თქვენი თვითშეფასება ისე ვისე უნდა იყოს, როგორც გქონდათ, ეს დაუბრუნდება. ხო, ну მთავარია, ну ხარ ბრძოლაში, ну ნერვიულობთ, ყველაფერი დალაგდება. აუცილებლად, ნახეთ, იგივე არკანები აბსოლუტურად რაც აქ გამოვიდა. აი 2 10-იანი აქ ხმალების და პენტაკლების 10-იანი ხმალების და პენტაკლების. კი ბატონო. არ ნერვიულობთ, თავარია არ ნერვიულობთ, იმიტომ რომ თქვენი სიუხვე არსად არ მიდის რა. როგორც გქონდა თქვენ, აი როგორც ფიქრობდით თქვენს თავზე და როგორც იყავით, ისე იყავით. ну, ნერვიულობ. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. და რა დაგეხმარებათ? აი ეს სიტუაცია, რომელიც ეხლა არის, აი ესეთი თვითონ ეს სიტუაცია, ნახეთ, ეს თქვენ აი ამით შეიყვანეთ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც აიძულებს რამე გააკეთოთ. უბრალოდ აქ უგეუბნებიან, იქნება ყველაფერი კარგად, ცოტა ხანი ცოტა მოითმინე რა. ცოტა მოითმინე. კი. აქ უნდა შეიცვალოს, აქ უმაღალი არკანები, რომ თქვენ რაღაცა იცით რა ამ ქცევით, ხო? თქვენ რაღაცა ამოძრავეთ სხვა ენერგია. აქ თითქოს მოვიდა ის პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, როცა კაი ქალი როცა დგება თავის ადგილზე, როცა ქალი აღიარებს, რომ მე ვარ ქალი, მე დავამთავრე უკვე ფულის შოვნა ოჯახისთვის სიტყვაზე. მე უკვე მინდა რომ ვთქვათ, ეხლა ჩემზეც აიღონ ზრუნვა, იმიტომ რომ მე ვარ უკვე მაგის, ვარ მაგის ღირს, ანუ ეს ქალური ენერგიები, ანუ იმპერატორიდან გადახვედით იმპერატრიცაში რა, ანუ როცა, ყველაფერი მე თვითონ ყველაფერს მე გავაკეთებ, ყველაფერი ისე და ანუ თითქოს თქვენ შეაჩერეთ ეს ენერგია და თქვენი სიუხვე კი არის, ხო, შეიძლება ეხლა ცოტა შეჩერდა ეს თქვენი შემოსავალი, იმიტომ რომ ხო უნდა
ამოძრავდეს ეს მამაკაციც, გაიგეთ და ამიტომ აქ მოხდა ეგ სიტუაცია, თუ მტკივნეული და თქვენ მიჩვეული ხართ, რომ თქვენ ახლა რაც გინდა იმას ყიდულობთ, რაც გინდათ ის გაქვთ სიტყვაზე. ანუ ყველა ახლა რა თქმა უნდა მეტნაკლებად, მაგრამ აი ეს აქ ახლა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მინდა რომ ეს გაითვალისწინოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის და ამიტომ ცოტას მოითმინეთ და ძალიან კმაყოფილი იქნებით, სიტუაცია შეიცვლება. კი, აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია. კი ბატონო. აქ ადამიანი, თქვენი პარტნიორი დაიწყებს ქმედებას ყველა ვარიანტში. კი. კი. კი ბატონო, იმიტომ რომ თავისი იმპერატრიცა გერაყავს. ეხლა თქვენი გაბრაზება ნამდვილად მაგას არ უნდა, თქვენი წასვლა ნამდვილად მაგას არ უნდა და ამიტომ ეს ადამიანი ამ სიყვარულის გულისთვის აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. იცოდეთ გოგოებო, იმიტომ რომ აქ თითქოს ეგ სამყარო მიიყვანს მაგას იმ დონემდე. სამყარო მიიყვანს და იტყვის რომ შენ ეხლა ან დაგისრულებთ ამ ურთიერთობას, ან შენ რამეს იზავ და ნამდვილად ეგ სიყვარული აამოძრავებს ამ ადამიანს და ეს ადამიანი სიყვარულის გულისთვის და იმისთვის რომ არა დავკარგო არაფერი იმოქმედებს, იმიტომ რომ მიხვდება რომ კი შეიძლება ცოტა ხანი ახლა ენერგიულებს ეს პიროვნება, მაგრამ აქ მე მგონია ორი არკანი დევს, რატომღაც მე ვფიქრობ და კი და ნამდვილად ესეა. კი, თავიდან შეიძლება იცით როგორი სიტუაცია, ამას იმედენად უნდა რომ თქვენთან რამე даже ზოგი შეიძლება თუ მსმელი იყო, თუ ფულებს ხარჯებდა სადღაც გარეთ, რა ვიცი, რაღაც სისულელეებზე, ხო? ან თქვათ, ნუ რაღაცები ქონდა ესე თვისებები. აქ ნახეთ, ესა იმისთვის რომ თქვენ ერთად იყოთ და ერთად გააგრძელოთ თქვენი ურთიერთობა, ეს ადამიანი აქ ძალიან მაგრად შეიცვლება, იმიტომ რომ ნუ რაღაცა თქვენ ახლა ამაში ისეთი კაი შიში ჩასვით, რომ რა ვიცი, ამას არ უნდა სიყვარულის დაკარგვა, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, აქ დაფიქრდება, ეს არის ამ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ იცოდეთ თქვენ, რაც თქვენ მაგას აქ ჩაუტარეთ რა, რო იტყვიან. კი. კი ბატონო, დასრულდება ეგ სიტუაცია, даже შემიძლია თქვა სამუდამოდ. იმიტომ რომ ეს ბიჭი ამით გამოდის ბავშვური პოზიციიდან, გაიგეთ, ბავშვური პოზიციიდან გამოყავთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ხშირად არის ეს მომენტი, არ მოქმედებდა, არაფერს არ აკეთებდა ეს ადამიანი, არაფერს. აი აქ ჩაერთობა ძალიან მაგარი ძალა, იმიტომ რომ აქ ექნება როგორი სიტუაცია. ყველა ვარიანტში ეს ადამიანი შეიძლება ფიქრობდა ადრე რომ თქვათ, ეხლა ნუ მაინც ეხლა ქონდა რაღაც ავისებური ეშმაკობა, რომ ეხლა ის რაღაცას იზავს, ის მოიტანს, ის გააკეთებს, ის მაინც იმას იზავს, რა ქვია, იმოქმედებს სიტყვაზე, ხო, რაღაც და ეხლა აქ ჩაერთობა ეს ენერგიები, რომ არა ჩემო ეს ძვირფასო, ეხლა შენ თვითონ დაიწყე და მიდი და მიბძა, კი. ანუ ამას იცით რა, ორი ვარიანტი გაქვს, ან მარტო იქნები შენ და ეს გაგიჭირდება შენ მარტო, ან რაღაცას იზავ შენ და მოიგებ. აი ეგეთი არის სიტუაცია. ეს სიტუაცია, რომელიც ხდება, ეხლა უფრო არის, იმიტომ რომ აქ ეგრევე 10-იანი პენტაკლების გვაჩვენეს, ეხლა ეს უფრო ეხება, ანუ ურთიერთობას, როგორ ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ აი თქვენ კი გრძნობთ ეხლა ამ წუთში შეიძლება რაღაცა ნუ რა ვიცი მე ხა მიჩვეული ვარ აი ეს ცხოვრებას ეხლა ესეთ რა მოხდა აი ეს მოხდა რომ თქვენ აქ რაღაცა თვითონ პროცესები თქვენი სიტყვით ასე ვთქვათ ძლიერი სიტყვით თქობა ესე დროს თქვით ან ესე გულით თქვით რომ აი ეს პროცესები ჩაერთო ეს პროცესები არის აუცილებელი იმისთვის რომ აქ თქვენში გაიხსნეს ქალური ენერგიები და ეს ქალური ენერგიები უკვე სხვანაირად მოქმედებს თქვენს პარტნიორზე. ამიტომ დაელოდეთ და დაინახავთ, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ურთიერთობაში ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ, ხო? ის თქვენ გეხმარებათ, თქვენ განვითარებაში, თქვენ მას ეხმარებათ და ამიტომ არის რაღაცა პერიოდები, როცა ნუ ვერ ხვდებით რა არის, ხო, დაუშვით, რომ გოგოები ხშირად არიან, რომ ფიქრობენ, რომ აი მარტო მე და რაღაც. არა,
ნუ გეშინიათ, ახლა არის პერიოდი, როცა თქვენ პარტნიორზე არის ეს ყველაფერი მოქმედებს და თუ სხვაობა გაქვთ კიდე აქ ასახში ეს უეჭველეთ თქვენი გაშლა, იმიტომ რომ თქვენ აქ უკვე არ გინდა და ხო მაგრამ სხვაობა ნახეთ, აქ არ არის აქ იმპერატორი, აქ არ არის ისეთი სხვაობა, რომ არ თუ თქვა ორივე მხარესაც შეიძლება იყოს, იქითაც საკეთაც, ნუ საჯარო გაშლა. უბრალოდ ეგ არის რომ აქ გოგომ თქვა რომ ისე მორჩა, კაცი შენ ხარ და შენ უნდა გააკეთო ის, რაც შენ თქვი. უბრალოდ ნახეთ ეს ცვლილება რო წავიდა, ხო? სამყაროში ხო წავიდა უკვე ეს ამოძრავდა ეს ენერგია და შეიძლება ცოტა შეჩერდა ნაკადი რისთვის რომ კიდე ისე იმას მისცე ბიზკე, ხო, თქვენ პარტნიორს, მაგრამ თქვენ უგეშინიათ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ძალიან კარგად იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ნუ მოდით ვკითხოთ ახლა, გამოსწორდება, ხო? აი თქვა სულ უახლოს მომავალში. ой. არი დარდოთ, ისევ მეუბნებიან, არი დარდოთ, პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ ეგ მდგომარეობა არის, იმიტომ რომ შენ უნდა გაუძლო, შენ ეს ძლიერი ენერგიები ჩართე, შენ თვითონ ჩართე და ამიტომ ეს ყველაფერი უკვე მიდის იქითკენ, რომ შენ რაც გინდა თქვა, აი ეს ცვლილებებისკენ რა მიდის ეს ყველაფერი აბსოლუტურად. ეს ამისი გაკვეთილი კიდე იგივეს მაჩვენებენ, რაც თქვენ ჩართეთ, თქვენ კი, თქვენ, ну ისე მეუბნებიან რა, ისე მეუბნებიან, რომ თქვენ ჩართეთ ამ თქვენს მამაკაცში ეს ენერგიები და მერე მაგისგან მოვა. აი იგივე კარტე მოდის რა, ამისი გაკვეთილია, ამან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გაიგეთ? ამან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ამაში ჩაერთო ეს ენერგიები. ერთი და იგივე. всё. არ ინერვიულოთ ფულზე, არ ინერვიულოთ. აუცილებლად სიტუაცია შეიცვლება და თქვენ რაც გულით თქვით, აუცილებლად მოხდება ის და მე გეუბნებით, აქ მამაკაცის კი ნერვიულობს ახლა, თქვენ არ ენერვიულოთ, არც ამ მამაკაცზე ენერვიულოთ, არც იმაზე რას იზავს, რას გააკეთებს. უბრალოდ აი აქ რას გეუბნებიან, იცი, აი ქმედებაზე ხო ვკითხე, გამოვიდა ეგრევე თასების დედოფალი. უბრალოდ გიყვარდეთ. всё. აქ დასრულდა. ამით ერთი და იგივეს მეუბნება უკვე ტარო. რადგან ეს თქვით, თქვენი სიყვარული მაგას დაეხმარება, მოთმინება იქონიეთ და სიტუაცია შეიცვლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, მაგრამ ამ წუთში არ სჭირდება თქვენს მამაკაცს იმისთვის, რომ გახდეს თქვენი მამაკაცი იმპერატორი. დააკვირდეთ ახლა, ჩვენ ძალიან ბევრი გაშლა გვაქვს გაკეთებული, სადაც იყო ნახსენები, რომ თქვენი მისია ის არის ამ ურთიერთობაში, რომ ეს ადამიანი გახდეს იმპერატორი და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა როგორ გახდება იმპერატორი, თუ შენ თვითონ ვერ ითმენ და მაშინ მე თვითონ წავალ, მე თვითონ გავიქცევი სამსახურში, მე თვითონ მოვიყიდე, მე თვითონ იმას მოითმინეთ, მე ეს პროცესებს საშუალება, რომ ამოძრავდეს რა. ცოტაც მოითმინეთ და არა უშავს, ყველაფერი გამოსწორდება, რასაც მე თქვენ გისურვებთ.